გამარჯობათ. დღეს მინდა თქვენ განახოთ პროგრამა, რომლის საშუალებას შეიძლება Word-ის დოკუმენტში ჩავსვათ ქიმიური ნაერთების ფორმულების სტრუქტურები, ქიმიური გარდაქმნების სტოლობები, აგრეთვე სამგანზომილებო მოლეკულების სტრუქტურების ჩასმა. ეს პროგრამა არის ChemSketch, რომელიც დამზადებულია ECDC ლაბორატორიის მიერ. პროგრამას აქვს სტანდარტული Windows-ის ფანჯრის ფორმატი, ანუ პირველი ზოლი არის მენუების ზოლი, სადაც ჩასმულია ძირითადი ის ფუნქციები, რომელიც შეიძლება გაიყოს გამოყენებული ამ პროგრამაში. ყველა ეს ბრძანებები ღილაკების სახით არის ჩასმული ინსტრუმენტალურ პანელებზე. ინსტრუმენტალური პანელი არის ბევრი, როგორც ხედავთ, ზედა არის სტანდარტული, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვხაზოთ სტრუქტურები. აი სტანდარტული არის ბიბლიოთეკა სტრუქტურების, ანუ შეიძლება ვხატოთ თქვენ ჩვენ თვითონ თუ გჭირდება სხვადასხვა გეომეტრიული ფორმებით დავხაზოთ. გამიხილოთ ასეთი ფორმა სტრუქტურების, როდესაც შეგვიძლია ახალი დოკუმენტის შექმნა, ახალი გვერდის გახსნა, გავხსნათ ის დოკუმენტი, რომელიც არსებობს, დავიმახსოვროთ დოკუმენტი, დავაბეჭდოთ, გადავიყვანოთ PDF-ის ფორმატის. ეს ორი ღილაკი არის წინამოქმედების უარყოფა და უარყოფილი მოქმედების დაბრუნება, წაშლა, მონიშნული მონაკვეთის ამოჭრა ბუფერში, კოპირება ბუფერში და ბუფერიდან ჩასმა. ეს ყოველთვის ცნობილი არის მასშტაბის გადიდება და დაპატარავება, ან პირდაპირ შეიძლება ავირჩიოთ მასშტაბი, ფანჯრის მასშტაბი, იმის მიხედვით, როგორ უნდა ის დაიკავოს მთელი გვერდი ჩანდეს, გვერდის სიგანეზე, ან მარტო მონიშნული გაიშოვოს მთელ ფანჯარაზე. გადავიდეთ ახლა პირდაპირ იმ პროცედურაზე, რომელიც საჭიროა დავხაზოთ რომელიმე მოლეკულის სტრუქტურა. მაგალითისთვის ავიღოთ ბუტანი. ასე იგი, ბუტანის დასახაზად გვჭირდება ჩვენ 4 ნახშირბადოვანი ჯაჭვი, ამიტომ ვირჩევთ პირდაპირ ფუნქციას, რომელიც საშუალებას გასძლევს დათვლის გარეშე თვითონ ვიხაზავს რამდენი ნახშირბადი გვაქვს არჩეული. პროგრამა ავტომატურად წერს მარტო კიდეებში, შიგნით რაც არის იმას ფარავს, ანუ ხატავს ჩონჩხებს. ჩონჩხში რომ ჩავსვათ ეს გამოტოვებული ნახშირბადი თავისი წყალბადებით, უნდა ავირჩიოთ ფუნქცია ABC, რომელითაც ვირჩევთ ნახშირბადების ატომს და აი აქ ჩავწერთ საჭირო შორი ოს. მაშინ ჩაისმოვა. პროგრამა მე იმახსოვრებს იმას, რაც თქვენ გაქვთ მითითებული. მარტივად მივიღეთ ბუტანის ფორმულას. იმისათვის მაგალითად რომ ვთქვათ, გავშალოთ უფრო ეს ფორმულა. გამოვქაჩათ თითოეულ ნახშირბადს. გავასწორებთ იმის მიხედვით, რაც ჩვენ მოგწონს. მივიღეთ ბუტანის წევრი მოლეკულის სტრუქტურა. მაგალითად დავჭირდა დამატება, ანუ 2 მეთილ ბუტანის გამოსახვა გვინდა, ვირჩევთ ესე იგი ნახშირბადს და მივხაზავთ მეთილის რადიკალს. პროგრამა ავტომატურად ისმის ნახშირბადის ვალენტობას და აკლებს წყალბადების რაოდენობას. ანუ თუ კიდევ დავამატებ, თავისთავად ერთი ნახშირბადი კიდევ წაიშლება. მაგალითად გვჭირდება ჟანგბადის დახაზვა, ალდეგიდური ჯგუფის მიხატვა. გამოვქაჩავთ ორს, დაიხატა ჯერ ჰიდროქსი ჯგუფი, მეორე თავს გავხსნით, მაგალითად დაიხაზა ცალკე ორმაგი ბმა. წყალბადის გამოსახვას თუ გჭირდებათ, კი ბატონო, მაგრამ ავირჩიოთ წყალბადი და დავყავთ R-ში. გამოტოვებული ნახშირბადის გამოსახავად ვირჩევთ ABC-ს. დავაწყაფნოთ საჭირო ადგილას. ჩავწერთ ნახშირბადს და დავიწერთ აგრეთვე ეს რომ მივიღეთ ალდეგიდის
ფორმულა. თქვათ ორმაგების გამოსახვისათვის წავშალოთ აგერ 1 მეთილის ჯგუფი და ავირჩიოთ ნახშირბადი და ერთ ნაჯერ ორმაზე ორჯერ დაწყობინებით მივიღებთ ორმაგმას. თუ გჭირდება მაგალითად კიდევ ერთხელ დაწყობინებით მივიღებთ 3 მაგმას. პროგრამას აქვს სტანდარტული ნაკრები, მაგალითად სხვადასხვა უკვე სტანდარტული სტრუქტურების, მაგალითად ბენზოლის, ციკლოჰექსანის, ციკლობუტაპენტანის, ხო? დავისთავად ფენოლის გამოსახვისთვის რა ბენზოლს დავირჩევთ ჟანგბას და მივიღებთ აგერ OH. მივიღეთ ტეტრაქლორციკლოჰექსანი. მაგალითად გვინდა ნიტრონა ერთი რო გამოვსახლო. უკვე აქ არის მზად ფორმულა, ჩავსვით და მივიღეთ ნიტროციკლოპენტანი მაგალითად. მონიშნა შეიძლება ავირჩიოთ სხვადასხვა სახის, ანუ ეს არის ესეთი მონიშნული ფიგურას თუ დავაჭრეთ კლავიშად დელიტს წაიშლება, ან შეგვიძლია პირდაპირ ავირჩიოთ დელიტის ინსტრუმენტი, რომელიც სათითაოდ წაშლის იმას, თითო ატომით შეგვიძლია წავშალოთ. მივიღეთ ასე. მონიშნად და ყველაფერი ეს წაიშლება. ესეთი ინსტრუმენტი. წაიშლება. დავწეროთ მარტივი ნებისმიერი ტოლობა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს პრობლემის ქიმიური ტოლობის გამოსახვისათვის. მაგალითად, დავწეროთ მეთანის წვის ტოლობა. ესე მეთანი, მე ვიჩერთ atom label-ის ფუნქციას, წერთ პლუს O+, ჩავსვით ამას. როგვინდა ის არის და მივიღებთ ისევე. C0 plus H2O. ჩავსვით. მივიღეთ ჩვენ მარტივი ტოლობა. თუ გჭირდება უფრო რთული, მაგალითად აგერ ბენზოლის ურთიერთმოქმედება, ბენზოლი plus chlorine და მივიღებთ ქლორბენზოლს, ანუ ვირჩევთ ისევე ბენზოლს და ვირჩევთ ელემენტს ქლორს. მაგალითად პლუს H ქლორი, ხო? შეიძლება პლუსი. მივიღეთ ტოლობა. რა, შეიძლება ეს ტოლობა მერე მოვნიშნოთ. გადავიტანოთ ბუფერში. ჩავთეთ მერე Word-ის დოკუმენტი. Word-ის დოკუმენტი და აი უკვე პირდაპირ ჩაისმება ეს ტოლობა. ეს არის ჩაისვა როგორც ობიექტი. ეს ჩვეულებრივი ობიექტი მუშაობს.
ბრძოლის მივიღეთ ვორდში ქიმიური განტოლობის გამოსახვა. კიდევ საინტერესო არის აქ, რომ ჩვენ გვაქვს ბიბლიოთეკა, მზა უკვე გამოსახლები, სტანდარტული, ისე ქვია, ამინო მაგალითად მჟავების, პირდაპირ შეიძლება არის აკრეფილი მჟავები, პროტეინური ჯგუფები, ციკლები, ჯაჭვები, მაგალითად ნორმალური პროპანი, ბუტანი, პენტანი, იზობუტანის, ეგ არის სტანდარტები, ეთილენის, აცეტილენის, ციანის. არჩევანი არის ძალიან დიდი. აგრეთვე აი აქედან შეიძლება აქ არის ტემპლეიტები, არის სხვადასხვა ალკალოიდები, DNS, სხვადასხვა ფორმები, ლაბორატორიული ინსტრუმენტები, მინის პროექციები, ორბიტალები, ფოსფორნაერთები, სტეროიდები, შაქრები, ტერპენები. საინტერესოა, რომ შაქრების ფორმულები შეიძლება ამოვსახოთ სხვადასხვა პიროვნული, ფურანაზული ფორმით, პირიმიდინული ფორმით. ყველანაირი სახის მზად არის უკვე, პროგრამა ძალიან გამდიდრებული სხვადასხვა ფორმებით და ძალიან მოსახერხებელია მისი გამოყენება. კიდევ საინტერესო არის აქ, რომ აქ არის პერიოდული სისტემის ნებისმიერი ელემენტი შეიძლება, რაც არ არის ელემენტების პანელზე გამოსახული, შეიძლება იყოს არჩეული პერიოდული სისტემიდან ნებისმიერი ის გვაძლევს ყველანაირ ინფორმაციას არჩეულ ატომზე. თუ გვინდა გამოვსახოთ სხვადასხვა ფორმით, მაგალითად რადიკალების მიერთება, შეიძლება არჩიოთ სხვადასხვა იზომერები. აქ შეგვიძლია სხვადასხვა ფორმის ცხრილების დავხაზოთ, პოლიმერი მაგალითად, თუ უჩერდება პოლიმერის სტრუქტურა, მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს, რომელიც მაქვს უკვე აკრეფილი ამ პროგრამის მეშვეობით. ამ ფაილში მაქვს აგრ გამოსახული ყველანაირი ქიმიური ნაერთების სტრუქტურები, რომელიც მე დამჭირდა მე-11 კლასის სწავლების კურსში. აქ არის ძალიან ბევრი ქიმიური ნაერთის ფორმა, ხედავთ როგორი ნაირსახეობა არის, რომელიც შეიძლება ამ პროგრამით გამოსახო. აი მაგალითად პოლიმერის ფორმაც, ისიც არის აკრეფილი ამ პროგრამაში. ანუ ყველა შექმნილ სტრუქტურულ ფორმულას მე ვინახავ Word-ის დოკუმენტში, ანუ ეს Word-ში. და საჭიროებისამეც ვიყენებ მათ. ისევე Word-დან შეიძლება ეს დოკუმენტი დააბრუნო ისევე ChemSketch-ის პროგრამაში. ზედურჯერ დაწყალანებით ის ავტომატურად გადის ამ პროგრამაში და აქ შეგიძლიათ გააკეთოთ ცვლილება იმედით. ბეტა-გლუკოზიდან გამოსახოთ ალფა-გლუკოზი. ამ პროგრამას აგრეთვე შეუძლია შექმნას თვითონ გააკეთოს სახელწოდების გენერაცია, თვითონ დაითვალოს წყალბადების და წყალბადების და ნახშირბადების რაოდენობა და გააკეთოს სახელის გენერაციას. ეს პროგრამა საშუალება ძალიან ბევრი აქვს ამ პროგრამას.
როგორც ხედავთ, ამიტომ გისურვებს წარმატებას. იმედია, მოგეწონათ როგორ მუშაობს პროგრამა. გამოიყენოთ, ქიმიის მასწავლებლებს ურჩევთ, რომ დაეუფლონ ამ პროგრამას და გამოიყენონ თავისი ტესტების შედგენის დროს. მოგესალმებით.